სადაც შეგიძლიათ გააგზავნოთ წერილები. გადავიდეთ ახლა ჩვენს ჯგუფში. ასე გამოიყურება ჩვენი ჯგუფი, რომელსაც უკვე 2 წევრი ყავს. ერთი მე თვითონ, ვინც შევქმენი ეს ჯგუფი და მეორე ის წევრი, რომელსაც პირდაპირ გაუგზავნე არა მოწვევა, არამედ პირდაპირ დავამატე უკვე ჩვენს ჯგუფს. აქ არის ღილა კინოით members, აქედან შეგვიძლია მოვიწიოთ ახლები, რაც უკვე გავაკეთეთ. ახლა კი შევქმნათ ახალი სადისკუსიო ტოპიკი. ანუ მთავარი თემა, სადაც ჩვენ ვილაპარაკებთ, მაგალითად, როგორ დაიწყო ყველაფერი. მოგვწერეთ. წერთ subjects, ანუ მთავარ თემას ამ განყოფილების, ასე რომ ვთქვათ, და წერთ მეშიც ერთად უნდა ავხსნათ, რა შეეხება უშუალოდ ეს თემა. გამოვაქვეყნოთ და დავუბრუნდეთ უკან ჯგუფში. ნახავთ, რომ უკვე შეიქმნა ახალი თემა. მოდით შევიდეთ და დავამატოთ აქ კომენტარები, ის მთავარი მესიჯი უკვე აქ არის და დავწეროთ ჩვენ პასუხი. ჩემი დაიწყო ძალიან ლამაზად. განვაახლებთ გვერდს და ჩვენი წერილი უკვე გამოჩნდება. აქ არის 2 პუნქტი, reply to author, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უშუალოდ ამ მესიჯის ავტორს გავუგზავნით email-ზე შეტყობინებას და ეს არ გამოჩნდება ჯგუფის მთავარ სიაში, მესიჯებში, ასე რომ ვთქვათ, და არის მეორე forward, რომ უშუალოდ ეს შეტყობინება გადაუგზავნოთ სხვას, შეგვყავს ელექტრონული პოსტის მისამართი, ვისაც უნდა გაუგზავნოთ ეს კონკრეტული შეტყობინება და გზავნით წერილს. ამჟამად ჩვენ ეს არ გვჭირდება, დავთვალიერებთ more options, ეს არის დამატებითი თვისებები, რაც შეიძლება განვახორციელოთ, ეს არის დაუბეჭდოთ, გავუგზავნოთ ინდივიდუალური წერილი, ნახოთ ორიგინალი, წავშალოთ, უპასუხოთ ამას და ნახოთ ამ ავტორის ყველა წერილი. ესეთი თვისებები აქვს. დავუბრუნდეთ მთავარ გვერდზე და აქ არის 2 პუნქტი, create some pages and upload some files. სამწუხაროდ ეს 2 პუნქტი არ მუშაობს კორექტულად. ისთვისაც Google-ის წარმომადგენლები იხდიან ბოდიშს და გვთავაზობენ ალტერნატიულ ვარიანტს Google Sites სერვისის სახით. და იმედოვნებენ, რომ მალე გამოასწორებენ ამ ყველაფერს. მოდით ახლა გარეგნულად შევცვალოთ ჩვენი ჯგუფის სახე. შევდივართ settings-ში და აქ არის appearance. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ როგორც logo, ავარჩიოთ აქედან ან ავტვირთოთ კიდევაც. მოდი ავარჩიოთ აქედან, იყოს ეს რადგან სიყვარულზეა საუბარი და ურჩიოთ სხვა თემა, მაგალითად, ეს ძალიან ლამაზია და შევინახოთ ცვლილებები. უკვე ნახავთ, რომ სხვანაირად გამოიყურება საერთოდ ჩვენი ჯგუფი. ამ settings-იდან ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ძირითადი თვისებები, წვდომა ამ ჯგუფზე, ანუ ვისთვის იყოს, ვინც შეუძლია ნახოს, ვინ შეუძლია ნახოს წევრები, ვის შეუძლია შემოვერთდეს და ასე შემდეგ. გარეგნობაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. შეგვიძლია შევცვალოთ ნავიგაციის პანელები, ანუ ჯერ იყოს ეს home, discussion, members, თუ როგორ რა ორდერით იყოს დალაგებული, მაგალითად page და files შევცვალოთ ადგილი, შეიძლება. ნახოთ save changes ჯერ ითხოვს. შეგვიძლია ნახოთ email delivery, რა თვისებები შეგვიძლია დავუმატოთ. email-ის მიღების წესებია წესით.
არის კატეგორიები, რომ ჩვენი ჯგუფი გავაწევრიანოთ რომელიმე კატეგორიაში იმისათვის, რომ ადვილად იპოვოს მერე სხვა და არის დამატებითი თვისებები, საიდან შეიძლება შეცვალო ენა და წაშალო კიდეც ჯგუფი. არის სპამის კონტროლის საშუალებები, სადაც წავიდეს ის წერილი, რომელიც ჩაითვლება სპამად და ასე შემდეგ. დღეისათვის მე ვთვლი, რომ სულ ეს იყო. თქვენ უბრალოდ უნდა ეწვიოთ Google Groups, ნახოთ თქვენ თვითონ და გადაწყვეტოთ, რამდენად მოსახერხებელია ის თქვენთვის და რამდენად გამოიყენებთ მას ყოველდღიურ საქმიანობაში. მადლობთ.